უნგრეთში რაღაც უზარმაზარი მოხდა. ბუდაპეშტში მომხდარმა დარტყმამ, რომელსაც პუტინი ვერასდროს წარმოიდგენდა, რუსული საომარი მანქანა პარალიზებული დატოვა. მხოლოდ 24 საათში ევროპაში მთელი სიტუაცია შეიცვალა. ბარიერები მოიხსნა. პუტინმა დაკარგა ყველაზე ძლიერი მოკავშირე, რომელიც კონტინენტზე ხალდა. და ახლა პუტინის ომი დასრულებულია. უკრაინა გაძლიერდება ისე როგორც არასდროს და ეს ყველაფერი ერთი მარტივი მიზეზის გამო ხდება. ვიქტორ ორბანი აღარ არის. უნგრეთს ახალი პრემიერ-მინისტრი ხდავს. პეტერ მაჯარი და მისი ტისა პარტია პუტინისთვის ისტორიული დარტყმა აღმოჩნდა, როდესაც მათ ხმების 53% მოიპოვეს და დასრულდა ყოფილი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის 16 წლიანი მმართველობა. ამ გამარჯვების შედეგად ტისა პარტიას უნგრეთის ეროვნულ ასამბლეაში სუპერმრავლობა აქვს, რადგან მათ 199 შესაძლო მანდატიდან 151 მოიპოვეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ორბანის დასუსტებულ პარტიას აღარაფერი შეუძლია რომ პეტერ მაჯარი და ტისა უნგრეთის მართვაში შეაჩეროს და ხელი შეუშალოს მათ გეგმებს. მაჯარი დროის დაკარგვას არ აპირებს ორბანის მიერ შექმნილი დამთგუნველი და ავტორიტარული სისტემების დემონტაჟში. მალე გამარჯვების შემდეგ მაჯარმა მიიღო დაპირება უნგრეთის პრეზიდენტ თამაშ შოლიოკისგან, რომ ქვეყნის ახალი პარლამენტის ფორმირება 4 მაისისთვის დააჩქარებს. ორბანს ხელისუფლებაში დარჩენილი აქვს 2 კვირაზე ნაკლები და ის უკვე ძალადაკარგული ლიდერია, რომელიც თავის ტანჯვის დასრულებას ეულდება. საზოგადოებრივი ტელევიზია და რადიო სადგურები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში იგნორირებდნენ მაჯარს ორბანის თხოვნით, ახლა სავსეა ახალი პრემიერ-მინისტრის განცხადებებით იმის შესახებ, თუ როგორ აპირებს დანიშნოს მიუკერძოებელი რედაქტორები იმ საინფორმაციო პროგრამებში, რომლებიც ორბანმა საკუთარი თავის გაღმერთებისთვის შექმნა. სხვა გეგმებიც ამოქმედებულია იმის უზრუნველსაყოფად, რომ ორბანის მსგავსი ადამიანი აღარასოდეს მოვიდეს ხელისუფლებაში. მაჯარი ამბობს, რომ იმუშავებს იმისთვის, რომ მომავალში უნგრეთის ნებისმიერ ლიდერს 2-ვადიანი ლიმიტი დაუწესდეს, რაც ორბანს აღარ მისცემს ხელახლა კენჭის ხის საშუალებას. მაჯარმა ასევე გააკრიტიკა ფიდეზის პარტია, რომელმაც დიდი ხნის განმავლობაში რკინის მარწუხებში მოაქცია უნგრეთი. ჩემი გზავნილი ფიდეზის ლიდერებსა და მათ მორჩილებს. ახლა უკვე აღარაფერს უშველის უდანაშაულო ბალერინას როლის თამაში და იმის წარმოდგენა. თითქოს არაფერი მომხდარა. განაცხადა მაჯარმა და დაამატა. ჩვენ ვიცით რა გაუკეთეთ ჩვენს საყვარელ სამშობლოსა და უნგრეთის ხალხს და ერთი წამითაც არ შეიტანოთ ეჭვი, რომ იმას მოიმკით, რასაც თესავთ. ავტორიტარული მემკვიდრეობა ჩვენს თვალწინ იშლება. შულიოკი, რომელსაც მაჯარმა პირდაპირ უთხრა, რომ მორალურად უუნაროა უნგრეთის ინტერესების დასაცავად, მალე გადაყენებული იქნება. უნგრეთი ასევე აპირებს ქვეყნის უმსხვილესი ნავთობისა და ფარმაცევტული კორპორაციების სახელმწიფო წილების დაბრუნებას. მათ წაართმევს ეგრეთ წოდებულ აკადემიურ ფონდს, რომელიც რეალურად ორბანის მხარდამჭერი პროპაგანდის გასავრცელებლად იყო შექმნილი. მაჯარმა უკვე დააფიქსირა თავისი პოზიცია, როგორც ლიდერმა, რომელიც უნგრელი ხალხის გვერდით დგას და არა მათ ზემოთ. EU Observer-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მაჯარმა უარი თქვა ორბანის კაბინეტში გადასვლაზე ბუდას ციხესიმაგრეში, სადაც ორბანმა ის 2018 წელს განათავსა. ამის ნაცვლად უნგრეთის ახალი ლიდერი თავის ოფისს ქვეყნის პარლამენტის შენობებთან ახლოს მოაწყობს. რაც შეეხება ორბანს, მან დამარცხების შემდეგ დიპლომატიურობას სცადა, მაგრამ სინამდვილეში კუდი ფეხებს შორის ამოუდია, რადგან ახლა უარს ამბობს მონაწილეობაზე თავის ბოლო ევროპული საბჭოს შეხვედრაში, რომელიც 24 აპრილს უნდა გამართულიყო. უნგრეთში დემოკრატიული ტალღა ვრცელდება. და ერთ-ერთ თავის სასახლეში, რუსეთში, ვლადიმირ პუტინი ბრაზობს. რუსეთის პრეზიდენტისთვის ორბანის დამარცხება ევროკავშირში წარმოქმნილი უბრალო უსიამოვნება კი არ არის, რომელიც იმ სხვა პრობლემებს ემატება, რომლებიც ევროპამ პუტინს უკრაინაში შეჭრის დასრულების მცდელობისას შეუქმნა. ეს კატასტროფაა რამდენიმე დონეზე, რაც შეიძლება საბოლოოდ იმას ნიშნავდეს, რომ რუსეთმა უკრაინასთან ომი წააგოს, რადგან დიდი ბარიერი გზიდან გადაიწია. უკრაინაში თავად ორბანის დაკარგვა პუტინისთვის ისეთ დიდ პრობლემას ქმნის, რომ შესაძლოა მას მისი გადალახვა ვერ შეძლოს. მაგრამ ამ პრობლემის უკან, რომელსაც მალე განვიხილოთ, დგას ყველაზე პირდაპირი საკითხი, რომელიც უნგრეთის კოლექტიურმა გადაწყვეტილებამ პუტინს შეუქმნა. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მოკავშირე დაკარგულია. შესაძლოა ერთადერთი ნამდვილი და გავლენიანი მოკავშირე, რომელიც პუტინს ევროკავშირში ჰყავდა. მას შემდეგ, რაც პუტინმა უკრაინაში შეჭრა დაიწყო, მას შეეძლო დაეყრდნო უნგრეთს ორბანის ხელმძღვანელობით, რომ ხელი შეეშალა ევროკავშირის ყველა იმ გადაწყვეტილებისთვის, რომელიც უკრაინას შეიძლება წაადგეს. პუტინისთვის ორბანის სიმბოლური მაგალითი იყო იმისა, თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს რუსეთს საკუთარი საზღვრების მიღმაც. თავად უნგრეთი სამხედრო თვალსაზრისით პუტინისთვის დიდ მოკავშირედ არასდროს ითვლებოდა. ეს პატარა ქვეყანა, რომლის მოსახლეობა ნაკლებია ვიდრე მოსკოვში მცხოვრები ადამიანების რაოდენობა. უნგრეთის არმიაში სულ რაღაც 41600 სამხედრო მსახურობს, რაც იმდენად მცირე რიცხვია, რომ საშიშად უახლოვდება იმ 35000-ზე მეტ ჯარისკაცს, რომელიც რუსეთმა მხოლოდ მარტში დაკარგა უკრაინაში. როგორც სამხედრო ძალას, უნგრეთს პუტინისთვის რეალური მნიშვნელობა არ ჰქონდა. რუსეთის ლიდერის არაკომპეტენტური სტრატეგია რამდენიმე დროში გაანადგურებდა უნგრეთის მიერ გაგზავნილ ნებისმიერ ჯარისკაცს. მაგრამ პუტინისთვის საქმე არასდროს იყო სამხედრო ძალაში. უნგრეთი მნიშვნელოვანი იყო, რადგან ორბანი წარმოადგენდა ყველაზე ხმამაღალ ხმას ევროკავშირში, რომელიც მუდმივად რუსეთის ლიდერის მხარეს იდგა. პუტინს ორბანი მარიონეტად ჰყავდა გამოყენებული, თითქმის იმდენი ხანი, რამდენიც უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრი იყო ხელისუფლებაში.
ორბანი მუდმივად გამოეტანებოდა ევროკავშირში ბიუროკრატიული დაპირისპირებით გადაწყვეტილებების გაჭიანურებისთვის. როცა ეს არ მუშაობდა, ორბანი ხშირად იყენებდა თავის ვეტოს უფლებას. პუტინის ორბანი იყო ინსტრუმენტი, რომელსაც ის იყენებდა დროის მოსაგებად და რეალურ ევროკავშირის დროკავშირის ძალაუფლების მქონე პირებთან ვაჭრობისთვის, რაც ყველაფერი უკრაინის საზიანოდ ხდებოდა. იყო დრო, როცა ორბანი იყო ადამიანი, რომელიც რუსებს ეუბნებოდა უნგრეთიდან გაეცალეთო. ის იყო ადამიანი, რომელსაც ხელისუფლებამ დაავალა სიტყვით გამოსვლა იმრე ნაგის გადმოსვენების წესვენების ცერემონიაზე, რომელიც იყო ომის შემდგომი პრემიერ-მინისტრი და სიკვდილით დასაჯეს უნგრეთის 1956 წლის რევოლუციის ხელმძღვანელობისთვის საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლასა და ორბანის ხელისუფლებაში მოსვლას შორის რაღაც შეიცვალა. ოდესღაც რუსული დაპყრობის მტერი ორბანი მოკავშირედ იქცა. ამბობენ, რომ ძალაუფლება აფუჭებს ადამიანს და ორბანის უნგრეთის პოლიტიკურ ელიტაში აღზევება მის განცხადებებთან იყო დაკავშირებული, რომ უნგრეთს დააბრუნებდა იმ ნაციონალისტურ ღირებულებებთან, რომლებაც ქვეყანა ოდესღაც დიდად აქცია. შეიძლება მაშინ კარგად ჟღევდა, მაგრამ ორბანი თავის ლიდერობას იმაზე აპალიბებდა, რასაც ფიქრობდა, რომ პუტინმა რუსეთში მიაღწია. პუტინზე თავის მოდელირებით ორბანი რუსი ლიდერის მარიონეტად გადაიქცა. ეს განსაკუთრებით ნათელი გახდა მაშინ, როდესაც აპრილის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ორბანმა არამხოლოდ პუტინს დაუჭირა მხარი, არამედ ეს ყველაზე მლიქვნელური გზით გააკეთა. გავრცელებული ინფორმაციით, ორბანმა თავისი დახმარება თაგვის მიერ ლომისთვის გაწეულ დახმარებას შეადარა, რითაც უნგრულ იგავზე მიანიშნა. ეს შეთავაზება 2025 წელს გაკეთდა, როდესაც ბუდაპეშტი უკრაინის ომთან დაკავშირებული სამშვიდობო მოლაპარაკებების მასპინძლობის კანდიდატი იყო და ეს აჩვენებს რა იქცა ორბანი, უბადრუქ ლიდერად, რომელიც პუტინის სამსახურში იდგა. და სწორედ იქ უნდოდა პუტინს, რომ ორბანი ყოფილიყო. მაგრამ ახლა, როცა ორბანი გადაყენებულია, პუტინი აღმოაჩენს, რომ თაგვი ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე თავად წარმოაჩენდა. ორბანის წასვლის შემდეგ პუტინმა დაკარგა ერთ-ერთი ბერკეტი, რომელსაც იყენებდა ევროკავშირის წინააღმდეგ და თვით ერთიანი ევროპის იდეის წინააღმდეგაც კი წლების განმავლობაში. ენერგია ის იარაღია, რომელსაც რუსეთი იყენებს ევროპაში გავლენის შესანარჩუნებლად. მაშინაც კი როცა ევროკავშირი ნელ-ნელად ცდილობდა თავი დაეხწია იმ ნავთობის მარწუხებისთვის, რომლითაც რუსეთი აკონტროლებდა კონტინენტს, ორბანი წინააღმდეგობას უწევდა. 2025 წლის სექტემბერში ორბანმა თავის საგარეო საქმეთა მინისტრს პეტერ შიზატოს დაავალა ეთქვა, რომ უნგრეთი ვერასდროს შეწყვეტდა ფულის გადახდას პუტინის საომარ ბიუჯეტში ნავთობის შეძენის გზით, რადგან სხვა არჩევანი არ ჰქონდა. ევროკავშირის ლიდერები ფანატიკოსებად იქცნენ, განაცხადა შიზატომ. თუ უკეთ არ გვეცოდინებოდა, ეს ისე ჟღერს, თითქოს პუტინი ორბანის ერთ-ერთი მსახურის პირით ლაპარაკობს. ანალოგიურად ორბანმა სწრაფად აცნობა ევროკავშირს, რომ 2024 წლის განცხადებაში ის რუსულ გაზს არ შეელეოდა. უნგრეთმა სულ 3 წლის წინ გააფორმა 15 წლიანი ხელშეკრულება გაზპრომთან. კიდევ ერთხელ, ეს ყველაფერი პუტინისთვის სასიამოვნო იყო. ეხლა ეს კონკრეტული ბერკეტი დაზიანებულია, მაგრამ აუცილებლად არ დაკარგულა. ჩვენ არ ვიცით, რამდენად იქნება უნგრეთი დამოკიდებული რუსულ ენერგიაზე მაჯარის პირობებში. მაგრამ ჩანს, რომ უნგრეთის ახალ პრემიერ-მინისტრს არ აქვს იმავე გულისამრევი მლიქვნელობით პუტინთან ურთიერთობის სურვილი, როგორც მის წინამორბედს ჰქონდა. არსებობს მეორე ბერკეტიც, რომელიც პუტინმა დაკარგა მას შემდეგ, რაც ორბანი უნგრეთის უმაღლესი ლიდერის პოსტიდან გადააყენეს. მაგრამ სანამ ავხსნით რა არის ეს, შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ The Military Shows. ჩვენ ვქნით ვიდეოებს იმის ასახსნელად, როგორ მოძრაობს ძალაუფლება და რა გავლენა აქვს ამ მოძრაობებს. თუ ამ ვიდეოდან ახალ ინფორმაციას იღებთ, აუცილებლად გამოიწერეთ არხი, რომ მეტი იხილოთ. მეორე ბერკეტი ისაა, რომელსაც ვლადიმირ პუტინი სიამოვნებით იყენებს, The Shishi. ვიქტორ ორბანმა შიშზე ითამაშა, რათა ხელისუფლებაში მოსულიყო. ოდესღაც ლიბერალი ლიდერი ავტორიტარი გახდა, რადგან მან ისარგებლა უნგრეთში არსებული პირობებით, რომლებიც ხელსაყრელი იყო იმ ნაციონალისტური გზავნილისთვის, რომელსაც ორბანი ავცელებდა. როდესაც ორბანი პრემიერ-მინისტრის მეორე ვადით იყრიდა კენჭს 2010 წელს, მისი პირველი ვადის დასრულებიდან 8 წლის შემდეგ, როცა უნგრეთი ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისკენ წაიყვანა, ხალხისთვის სრულიად განსხვავებული გზავნილი ჰქონდა. ევროპაში მიგრანტების ნაკადის გეშინოდეთ, ამტკიცებდა ორბანი. გაუწიეთ წინააღმდეგობა უცხოურ ინტერესებს, რომლებიც საზღვარგარეთიდან ფინანსდებიან და არენდოთ ინტელიგენციას. ორბანმა მიჰყვა გეგმას, რომელიც პუტინმა და ბევრმა ავტორიტარმა მანამდე შეიმუშავეს და რომელიც იზოლაციას მოითხოვდა მზარდ სამყაროში. არენდოთ უნგრეთის გარეთ არავის, გეშინოდეთ მათ, გაუწიეთ წინააღმდეგობა მათ. და რა თქმა უნდა, ორბანი იყო ის ადამიანი, ვინც ამ ბრძოლას უხელმძღვანელებდა და როცა ძალაუფლებაში დაბრუნება მოახერხა, მან გააძლიერა ეს გზავნილი, იმავდროულად კი ცდილობდა დემოკრატიული სტრუქტურების მოცილებას, რომლებიც მასაც შეძლებდნენ მოცილებას. ეს ყველაფერი ძალიან ნაცნობად ჟღერს. პუტინის სახელმძღვანელოს ზუსტად მისდევდნენ. რუსეთის ლიბერისთვის ეს შიშის გზავნილი იდეალური იყო, უნგრელი ხალხის, განსაკუთრებით კი ორბანის მოწინააღმდეგეების, დასაშოშმინებლად და იმისთვის, რომ მათ ხელი არ შეეშალათ რუსეთის ინტრიგებისთვის ევროპაში. მაგი არის საარჩევნო გამარჯვებამ პუტინს მიანიშნა, რომ მისი შიშზე დაფუძნებული პოლიტიკა აღარ მუშაობს, რადგან ვითარება იწყებს შეცვლას. ამ საკითხს მალე დაუბრუნდებით. ჯერ კი რუსეთის პასუხი იმაში მდგომარეობს, რომ ცდილობს თავი ისე მოაჩვენოს, თითქოს უნგრეთში მომხდარს მნიშვნელობა არ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ პუტინის პრესპიკერმა დმიტრი პესკოვმა შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა უნგრეთის ახალ პრემიერ-მინისტრთან პრაგმატული დიალოგისთვის, მაგიარის გამარჯვების შემდეგ რუსეთის თავდაპირველი რეაქცია ბევრად უფრო მრავლისმთქმელი იყო.
Peskov-მა განაცხადა, რომ უნგრეთს რუსეთთან განსაკუთრებული სტატუსი აღარ აქვს და ახლა ის იმ არამეგობრული ქვეყნების სიაში მოხვდა, რომელშიც ევროპის უმეტესობაა. ორბანიც მსხვერპლად გაიღეს. ჩვენ ორბანთან არასდროს ყოფილვართ მეგობრები, განაცხადა Peskov-მა, რაც აბსურდამდე მისული ტყუილია. რასაც აქ ხედავთ კრემლის პანიკა. რუსეთს უნგრეთი აღარ მოსწონს, მაგრამ საუბრისთვის მზად არის და ორბანი არასდროს ყოფილა მეგობარი და ჩვენ ყველაფერს ვითქვით, თუ ვიფიქრებთ, რომ უნგრეთის ჩვენს მხარეს შენარჩუნების შანსი გვაქვს. ეს არეული პასუხია, რომელიც გვაჩვენებს, რომ კრემლი ძალიან შეშფოთებულია მომავალით, ახლა როცა მაგიარი ხელმძღვანელობს. და კრემლს მართლა უნდა ეშინოდეს. ორბანის დაცემა არა მხოლოდ ევროპისთვის მნიშვნელოვანი, არამედ შესაძლოა პუტინის კამპანიაზე, უკრაინის დასამხობად, ომის დამამთავრებელი ეფექტიც ჰქონდეს. აი როგორ, შეიძლება გახსოვთ, ადრე გითხარით, რომ პუტინი ხშირად აგზავნიდა ორბანს, რათა დაებლოკა ევროკავშირის გადაწყვეტილებები, რომლებიც უკრაინისთვის სასარგებლო იქნებოდა. არჩევნებში დამარცხებამდე სულ რამდენიმე თვით ადრე, ორბანმა სწორედ ასე მოიქცა ერთ-ერთი ყველაზე დამაზიანებელი გზით. როდესაც უკრაინა ფინანსურ სირთულეებს ებრძვის, ევროკავშირმა დაამტკიცა 90 მილიარდი ევროს, ანუ დაახლოებით 105 მილიარდი დოლარის სესხი, რთული მექანიზმით, რომელიც რუსეთის გატინულ აქტივებს მოიცავს. მინიმუმ ევროკავშირის უმეტესობამ ეს სესხი დაამტკიცა. თავარი წინააღმდეგი ხმა ორბანი იყო. სწორედ მისი მიზეზით ამ თანხიდან არც ერთი არ მისულა უკრაინაში, მიუხედავად იმისა, რომ სესხი რამდენიმე თვის წინ დამტკიცდა. ეხლა თანხის პირველი ნაწილი შეიძლება უკრაინაში უკვე მაისში შევიდეს, რადგან ორბანი აღარ არის, რომ სესხს ვეტო დაადოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, რადგან ეს ნიშნავს, რომ მათ საბოლოოდ შეუძლიათ დაიწყონ დიდი თანხების დახარჯვა იმ ყველაზე მნიშვნელოვან იარაღებზე, რაც სჭირდებათ რუსეთის საჰაერო აგრესიისგან დასაცავად. ტელეგრაფის მიხედვით, პატრიოტის ჩამჭერი რაკეტები და Storm Shadows რაკეტები ორივე უკრაინის დღის წესრიგში მაღალ ადგილს იკავებს. პირველი უკრაინას საშუალებას აძლევს დაიცვას თავი რუსეთის ბალისტიკური რაკეტების საფრთხისგან, ხოლო მეორე უკრაინას აძლევს მეტ ცეცხლის ძალას, ვიდრე შეუძლია გამოიყენოს სასაზღვრო რეგიონებში, ოკუპირებულ ტერიტორიებსა და შავ ზღვაში. ევროკავშირის ელჩები ბრიუსელში იკრიბებიან, როცა ამ ვიდეოს ვქნით 22 აპრილს, რათა განიხილონ შემდეგი ნაბიჯები სესხთან დაკავშირებით, რომლის დაბლოკვაც ორბანმა სცადა. უნგრეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ხელს მხოლოდ მაშინ მოაწერდა, როცა უკრაინა კოლექტიურ რისკზე წავიდოდა და აღადგენდა რუსული ნავთობის ნაკადს დაზიანებულ დრუჟბას მილსაბენზე. მაგრამ ეხლა ორბანი აღარ არის. ეს ნავთობის ბერკეტი ისა, რომელსაც პუტინი ვეღარ გამოიყენებს თავისი მარიონეტის მეშვეობით. უფრო ფართო მასშტაბით ატლანტიკური საბჭო აღნიშნავს, რომ ორბანის დამარცხება ნიშნავს, რომ უნგრეთი სავარაუდოდ აღარ დაუდგება წინ უკრაინასა და, როგორც ევროკავშირს, ასევე ნატოს შორის ინტეგრაციის გაღრმავებას. დახმარების თანხების ნაკადი განსაკუთრებით ევროკავშირიდან ახლა ბევრად უფრო გამარტივდება, რადგან ორბანი აღარ იქნება იქ, რომ ყოველ ნაბიჯზე იკამათოს. ევროკავშირი და ნატო ასევე შეძლებენ უკრაინასთან დაკავშირებული პოლიტიკის გადაწყვეტილებების ბევრად უფრო სწრაფად მიღებას, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებსაც შეეძლებათ სანქციების პაკეტებზე შეთანხმება ისე, რომ აღარ მოუწევთ ორბანის მუდმივ პუტინისადმი მლიქნეობასთან გამკლავება. ამას ემატება ისიც, რომ ის გულისამრევი შეთქმულება, რაც რუსეთსა და უნგრეთს შორის ნახეთ გაქრება. უკვე ვახსენეთ ლომისა და თაგვის ამბავი. მაგრამ შეთქმულება კიდევ უფრო ღრმაა. 8 აპრილს როიტერსმა გაამჟღავნა, რომ შიზატომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შესთავაზა ევროკავშირის შიდა დოკუმენტების ასლების გადაცემა, რომლებიც უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას ეხებოდა. სხვა გაჟონივრმა ჩანაწერებმა აჩვენა, რომ შიზატო ასევე რუსეთთან ერთად ეძებდა გზებს, რათა შეემსუბუქებინა სანქციები, რომლებიც რუს ფიზიკურ პირებზე იყო დაწესებული. ეს არის იმგვარი ფარული, კულისებს მიღმა მანევრები, რომელსაც პუტინი წლებია იკანებს, რათა დაასუსტოს ევროკავშირის ძალისხმევა უკრაინის დასახმარებლად. ისინი, ვინც ასეთი ნაბიჯების გადადგმა შესაძლებელი გახადა, ახლა უნგრეთის მთავრობის რიგები ნაცილებენ. უკრაინისთვის ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში ბევრი ფული შევა. ევროკავშირის შიდა უთანხმოებების გამო ნაკლები დაგვიანება იქნება და აღარ მოუწევთ იმის შიში, რომ ინფორმაცია ორბანის ახლობლების მეშვეობით პუტინის ხელში აღმოჩნდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უკრაინა გაძლიერდება, რუსეთი კი პირიქით ბევრად დასუსტდება. ამ ყველაფერს გარკვეული შენიშვნებიც აქვს. მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთი აღარ იქნება პუტინის აქტივი, ეს არ ნიშნავს, რომ ახლა დაიწყებს უკრაინისთვის იარაღისა და ფულის მიწოდებას. უნგრეთი პატარა ქვეყანა. მართალია მაჯარმა საჯაროდ განაცხადა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ვუთხრათ რომელიმე ქვეყანას, რომ უარი თქვას საკუთარ ტერიტორიაზე, რაც უკრაინისთვის კარგია, რადგან მასზე სულ უფრო იზრდება ზეწოლა, რომ ტერიტორია რუსეთს დაუთმოს მშვიდობის შეთანხმების ფარგლებში, მაგრამ ის არ ჩანს, რომ უნგრეთიდან პირდაპირ დახმარების მიწოდებას დაიწყებს. მან ეს გამორიცხა პრემიერ-მინისტრად გახდომამდე და არ ჩანს, რომ რამე შეიცვლება. მაჯარი ასევე არ თვლის, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება უნდა დაჩქარდეს, თუმცა მას წინააღმდეგობა არ აქვს. ამ ყველაფრიდან ვიგებთ, რომ უნგრეთი არ გადაიქცევა უკრაინის მტკიცე მოკავშირედ, ყოველ შემთხვევაში არაერთ ღამეში. ის ასევე შეეცდება შეინარჩუნოს გარკვეული კავშირები რუსეთთან, თუმცა არა იმ დონეზე, რომ პუტინის აქტივად იქცეს. საერთო ჯამში ეს უკრაინისთვის დიდი პლუსია, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ უნგრეთი აღარ იქნება ევროკავშირის პოლიტიკისთვის დაბრკოლება. მაგრამ შესაძლოა კიდევ უფრო დიდი იყოს სიმბოლური გავლენა, რაც ორბანის დამარცხებას აქვს. პუტინი ცდილობდა როგორც საკუთარ ქვეყანაში, ისე ევროპაში გაევრცელებინა ნარატივი. რუსეთის ელიტები სიამოვნებით ირებდნენ კრემლის პროპაგანდას, რომ ევროპა ერთიანი არ იყო. ისინი ფიქრობდნენ, რომ დასავლეთი უკრაინის მხარდაჭერით იღლებოდა, როგორც ამას აჩვენებდა ოპოზიცია, რომელიც ხშირად ორბანის უკმაყოფილებაში გამოიხატებოდა ევროკავშირის პოლიტიკის მიმართ.
ორბანი იყო ერთ-ერთი იმ ადამიანთაგან ევროკავშირში, ვისაც რუსეთის ელიტას შეეძლო დაეფუძნებინა თავისი ნარატივი. ახლა როცა ის აღარ არის, მთელი ეს ისტორია ინგრევა. რუსეთის გავლენის კამპანია ევროპაში იგივე ბედს იზიარებს. ეს პუტინისთვის მიუღებელია, რადგან მისი მთელი მმართველობა ეფუძნება მის უნარს, აკონტროლოს და აიძულოს სხვები. არ შეგშალოთ, რუსეთის გავლენის კამპანიები უახლოეს მომავალში არ დასრულდება. ჩვენ ნახეთ, რა ცდილობდა რუსეთი დეზინფორმაციით, რომელიც უნგრეთში გაავრცელა ბოლო არჩევნების წინ. გავრცელდა ცრუმ-მტკიცებების შესვიმის შესახებ, რომ მაჯარი ჰუმანიტარული ვიზიტების გამოყენებით ფარულად აწვდიდა დახმარებას უკრაინას. ასევე გავრცელდა ჭორები გაფლანგვაზე და მტკიცებები, რომ მაჯარი სამხედრო გაწვევას აღადგენდა. ეს არის დეზინფორმაციის ისეთი ტაქტიკები, რომლებიც პუტინის ჰიბრიდული ომის ქვაკუთხედს წარმოადგენს ევროპაში. და ის არ აპირებს მათ მიტოვებას მხოლოდ იმიტომ, რომ ორბანი აღარ არის. მარიონეტის დაკარგვა არ ნიშნავს, რომ ტყუილი უნდა შეწყდეს. მაგრამ რაც ეს ნიშნავს არის ის, რომ ტყუილი ბევრად სუსტია. მაჯარის გამარჯვება უნგრეთში საბოლოოდ მაგალითია იმისა, რომ დემოკრატიამ ჯერ კიდევ შეიძლება გაიმარჯვოს, თუნდაც რუსეთის გავლენის კამპანიების ფონზე. მაშინაც კი როცა ვიღაცა ორბანის მსგავსმა ასე ძალიან იშრომა მედიის კონტროლისთვის და შიშის გზავნილების გასავრცელებლად, ყოველთვის არსებობს იმედი, რომ ოპოზიცია შეძლებს წამოდგეს და აიღოს კონტროლი. ორბანი ოდესღაც შეუჩერებლად მიიჩნეოდა როგორც პრემიერ-მინისტრი, რომელსაც ვერავინ გადააკენებდა, რადგან მისი საკუთარ ქვეყანაში კონტროლისა და პუტინთან გარიგების კომბინაცია საკმარისი იყო, რომ დასავლური დემოკრატიული პრაქტიკები შეეჩერებინა. მაჯარის გამარჯვება ამ ნარატივს ანგრევს. დემოკრატიული კორექცია იმ ქვეყნებში, რომლებიც პუტინს ეგონა, რომ მარიონეტებით აკონტროლებდა, შესაძლებელია და ეს რუსეთის ლიდერს უფრო მეტად დააზიანებს, ვიდრე უკრაინაში გადმოსული ფული, ან ის ფაქტი, რომ ევროკავშირი უფრო ერთიან პოზიციას აჩვენებს მის წინააღმდეგ. ყველა ეს ფაქტორი ომის დასრულებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს, მაგრამ პუტინის მთავარი პრობლემა ახლა ისაა, რომ ორბანის გადაყენება მაჩვენა, რომ იმ მექანიზმის ჯავშანში, რომელსაც რუსეთი წლების განმავლობაში წარმატებით იყენებდა, სერიოზული ბზარია. სხვა ქვეყნებიც, რომლებიც პუტინის გავლენის კამპანიის ქვეშ იმყოფებიან, დაინახავენ, რაც უნგრეთში მოხდა და ისინი, ვინც რუსეთს ეწინააღმდეგებიან, მიხვდებიან, თუ უნგრეთს შეუძლია ამის გაკეთება, მათაც შეუძლიათ. რაც შეეხება უკრაინას, მას შეუძლია ელოდოს მომავალს, სადაც ევროკავშირის მხარდაჭერა უფრო სტაბილური და ერთიანი იქნება, ვიდრე ოდესმე. არ ნიშნავს, რომ უკრაინა თავის ევროპელი მოკავშირეებისგან საკმარის დახმარებას ვერ იღებდა. შვედეთი, რომელიც პუტინისთვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემად იქცა მას შემდეგ, რაც რუსეთის ლიდერმა უკრაინაში შეიჯრა, კიდევ უფრო აქტიურდება. მან უკრაინას რაღაც საშინელი გადასცა და უკრაინამ ეს უკვე ძალიან ეფექტურად გამოიყენა. გაიგეთ მეტი ჩვენს ვიდეოში. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ The Military Show, რომ არ გამოგჩეთ ჩვენი უახლესი მოვლენების გაშუქება ევროპაში. მადლობა ყურებისთვის.